უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში შემცირდა, ვინ არიან ტოპ ინვესტორები ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა კომპანია რიყედომის მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია Macro Property გახდა. რუსეთთან ეგრეთ წოდებული ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების ძალას შესვლის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა იმდენად, რომ ოკუპირებულ რეგიონში კიდევ 3 რუსული საკონსულო პუნქტის გახსნა იგეგმება. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ Sailmart G-ს მიერ შეცდომაში შემყვანი მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის გამოყენების ფაქტი დაადგინა, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონს შეუსაბამოს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებით ყველაზე დიდი საფრთხე IT დეველოპმენტის პროფესიას ემუქრება. AI-ის პირველ რიგში უსამსახუროდ იმ ადამიანების დატოვება შეუძლია, რომლებმაც ის შექმნეს. გამარჯობა, BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია TBC კაპიტალი ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ მაისში წინასწარი ინდიკატორების უმეტესობა ეკონომიკური აქტივობის აჩქარებაზე მიუთითებს გაზრდილი მთლიანი უნაღდო დანახარჯები და არარეზიდენტების ხარჯები, თუმცა მიგრანტებისა და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე გაწეულ დანახარჯებში მცირე კლება შეინიშნება. TBC კაპიტალის შეფასებით აპრილის მდგომარეობით კვლავ ძლიერი რჩება საკრედიტო აქტივობაც, თუმცა განსაკუთრებით ინფლაციის გათვალისწინებით აშკარაა ზრდის ნორმალიზების ტრენდი. ზოგადად მაღალი ეკონომიკური აქტივობა ასევე მაღალ ინფლაციასთან ასოცირდება, მიიჩნევს TBC კაპიტალი და აღნიშნავს, რომ მაისში ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 3.5%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა, რაც სეზონურად შესწორებისა და გაწლიურების შემთხვევაში 5.3%-ის ფარგლებში იქნება და ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე ნიშნულს აღემატება. არსებული ფაქტორების გაანალიზების შედეგად TBC კაპიტალი წელს 4.1%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. მთლიანობაში ფასების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისი რჩება. რისი გათვალისწინებითაც უცვლელად ვინარჩუნებთ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დაახლოებით 4.1%-იან ნიშნულამდე გაზრდის პროგნოზს, რაც ოქტომბერ-ნოემბერში ფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალ დონეს, მომდევნო თვეებში კი 3%-იან სამიზნესთან ეტაპობრივ დაახლოებას მოიაზრებს. ამასთან გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკები გარკვეულწილად მომატებულია, ფიქრობთ ფასების დინამიკაზე დამატებითი წნეხის რეალიზების შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის, სიჭარბისა და ლარის გამყარების სხვა არგუმენტების გათვალისწინებით ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის შედარებით მეტად გამყარებაა მოსალოდნელი. საქართველოში განახორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში 7.7%-ით 179 მილიონ 400.000 დოლარამდე შემცირდა. Saksstati FTI-ის კლება სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლების შემცირებით ხსნის, როგორია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ბოლო წლების დინამიკა, რომელიც საქართველოს მთავარი ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები. ელენე გოგბერაშვილი გაეცნო ოფიციალურ მაჩვენებლებს და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ელენე, ჩანან თუ არა სიაში ახალი ინვესტორები? ბექამ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ბოლო 20 წლის დინამიკას თუ შევხედავთ, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 179.4 მილიონ დოლარზე ნაკლები FDI საქართველოში მხოლოდ პანდემიურ 2020-21 წლებში და 2006 და 2010 წელს იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის პირველ კვარტალში FDI 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 79.8%-ით 194.3 მილიონ დოლარამდე იყო შემცირებული, შესაბამისად დაბალი ბაზიდან გამომდინარე წელს პირველ კვარტალში მხოლოდ 7.7%-იანი კლება დაფიქსირდა. ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ინვესტორთა მიმართ სავალო ვალდებულებების მომსახურებამ, რამაც 33 მილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტიციების შემომავალი ნაკადები კი 150 მილიონი დოლარი იყო რეინვესტირების სახით და 62 მილიონი დოლარი კომპანიების მფლობელთა მხრიდან სააქციო კაპიტალის შევსებით. შესაბამისად, მთლიანობაში საინვესტიციო ნაკადებმა 179 მილიონი დოლარი შეადგინა. ელენე, როგორ გამოიყურება მთავარი ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები, რომლებმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს პირველ კვარტალში?
ბექა 2025 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი 43 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 23.19%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატები 39.6 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე თურქეთი 28.1 მილიონი დოლარით. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი კი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი გარემოება ისიც, რომ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მოხდა სამი ისეთი ქვეყანაც, რომელიც ოფშორული ოპერაციებისთვის გამოიყენება, რაც შეეხება კომპანიებს. BMG-ს მიერ სტატისტიკის სამსახურიდან გამოთხოვნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იმ ძირითად ინვესტორ კომპანიებს, რომლებიც აქამდეც ხვდებოდა ჩამონათვალში, რამდენიმე ახალიც დაემატა. სიის სათავეში კვლავინდებურად IDS ბორჯომი, Makticom და თბილისი ენერგია, რაც შეეხება ახალ კომპანიებს, ასეთია Atlas Holdings-ი, რომელიც ხელოვნების გართობისა და დასვენების სფეროში საქმიანობს, ასევე Riverside Invest, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა და კომპანია ხედი, რომელსაც განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები უკავშირდება. მეტად რომ ჩავშალოთ, რომელ სექტორებში ჩაიდო პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია და სად არის კლება? ბექა, ენერგეტიკა, ინფორმაცია და კომუნიკაცია და გამომუშავებელი მრეწველობა, ესე გამოიყურება ის ძირითადი სექტორები, სადაც პირველი კვარტლის მდგომარეობით ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, უფრო კონკრეტულად ენერგეტიკაში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩება. 2.5-ჯერ არის გაზრდილი ინვესტიციები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, თუ გასულ წელს მაგალითად ამ სექტორში 18.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, წელს პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 42.3 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. მცირედი კლება აწლიურად დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, ინვესტიციები გაზრდილია აწლიურად მშენებლობის სექტორში და მნიშვნელოვანი კლება აღსანიშნავია რომ უძრავი ქონების სექტორში, მაგალითად თუ გასულ წლის პირველ კვარტალში სექტორში 19.3 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო, წელს პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 5.9 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. მოკლედ ასეთია ოფიციალური მაჩვენებლები რიცხვებში, ვრცლად ბუნებრივია შეფასებებს ამ თემაზე მაყურებელი უკვე საღამოს შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმის. მადლობა, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, განაგრძობთ გადაცემას დღის სხვა თემებით. საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ელექტრომობილების დამუხტვის გამო ქსელში მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ახალ ელექტრომობილებს შეუძლიათ მიიღონ დიდი სიმძლავრის ენერგია, რაც პრობლემებს წარმოქმნის. ელექტრომობილები არის სერიოზული გამოწვევა, ახალ ელექტრომობილებს უკვე აქვთ საშუალება ქსელიდან მიიღონ 100 კილოვატ-საათის სიმძლავრე დამუხტვისას. მაგალითად, 10 ელექტრომობილი რომ შევაერთოთ, 1 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მოხმარება გაჩნდება, უცებ ისე რომ ვერც გავიგებთ, აღნიშნა თორნიკე დარჯანია. მისივე თქმით, ეს გამოიწვევს აუცილებლად ქსელის არასტაბილურობას, თუ შესაბამისი წამახალისებელი რეგულაციები არ იქნება შემოღებული. მათ შორის დარჯანიას მოსაზრებით წამახალისებელი მექანიზმი იქნება ღამით ელექტრომობილის დამუხტვა, შესაბამისად შემცირდეს ფასი ამ პერიოდში. ასევე უნდა იყოს ლოკაციები, სადაც გეოგრაფიული არეალის მიხედვით უფრო მიზანშეწონილია, რომ ასეთი ტიპის დასამუხტვის სადგურები განთავსდეს. ცნობისათვის საქართველოს ელექტრომობილების იმპორტი ყოველწლიურად მზარდია, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 39 მილიონი დოლარის 2214 ერთეული ელექტრომობილი შემოვიტანით. ახალი ელექტრომობილები უკვე ქსელიდან შესაძლებლობა აქვთ მათ, რომ მიიღონ 100 კილოვატი-საათი სიმძლავრე დამუხტვისას. ანუ მაგალითისთვის, რომ შევაერთოთ 10 ცალი ელექტრომობილი და დავიწყოთ დამუხტვა, 1 მეგავატის სიმძლავრე შეიძლება კი 1 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მოხმარება გაჩნდება უცებ ისე, რომ ამას ვერც გავიგებთ. თქვენ ხო ხვდებით ეს მობილობაა, ანუ ვიღაცას გადაადგილდა და განიმუხტა მისი ელექტრომობილი და უნდა დამუხტვა. ამიტომ ეს გამოიწვევს აუცილებლად ქსელის არასტაბილურობას, თუ არ იქნა შემოღებული რეგულაციები ამ თვალსაზრისითაც. წამახალისებელი მაგალითად, ღამე უნდა იაფიღირდეს უფრო ელექტრომობილის დამუხტვა ვიდრე დღისით. ამასთანავე უნდა იყოს კონკრეტული ლოკაციები, სადაც გეოგრაფიული არეალის მიხედვით უფრო მიზანშეწონილი არის, რომ განთავსდეს ასეთი ტიპის დასამუხტვის სადგურები. 1 მეგავატის სიმძლავრე შეიძლება რომელიღაც სოფელს არ ქონდეს. ამ დროს 10 ცალი ელექტრომობილი იმუხტება და მთელი ეს 10 ელექტრომობილი ქმნის ერთი რაღაც სოფლის დატვირთვას. საქმის კურსი ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.